დააჩერა მსაჯმა თამაში გასაგებია რატომ? აქ არ ვიცი. ეს არ არის საფეხბურთო ატმოსფერო. ალბათ მოუწოდებენ ახლა გულშემატკივრებს შეიკავონ თავი. ასაფეთქებელი ნივთიერებების გადმოგდებით მოედანზე, რაც საკმაოდ ბევრი იყო, ხმაც გესმით ალბათ ეს ბალკანეთში ჩვეულებრივი ამბავია ძალიან ხშირად. შეხვედრებში არის გავცი სიტუაცია, თუმცა ასეთ სიტუაციაში მატჩის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის და UEFA ამას ყველანაირად ხელს უშლის და ალბათ დღევანდელი შეხვედრის არბიტრის მიაქცევს ამას ყურადღებას. სადამ არ დაწყნარდებიან გულშემატკივრები, განახლდა უკვე თამაში, საჯი გარკვეულწილად გააჩერებს ალბათ თამაში თუ მსგავსი პრეცედენტები იქნება. რა თქმა უნდა, დაცვის სამსახური სრულად მობილიზებული იქნება და ისინი აკვეთავენ ნებისმიერ მსგავს ქმედებას. იყო გარკვეული პროვოკაციები, რამდენადაც ჩვენ ვიცით ალბათ ყველამ ერთად გავრცელდა საინფორმაციო საშუალებებში. ცნობა ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ქართულ გულშემატკივრებს რაღაც გარკვეული პრეცედენტი მოუვიდათ სპლიტში ორ გულშემატკივარს როგორც გვაცნობებენ. რაც შეეხება საერთოდ ქართულ გულშემატკივრებს, მე გითხარით და სახიფათო ეპიზოდი დარტყმა და 1-0 გადაწინაურდნენ ქართველი ფეხბურთელები. ჟაბა კანკავა გატანილი გოლის ავტორი. ძალიან სწრაფად მოახერხეს ქართველმა ფეხბურთელებმა თითქოს არაფრისგან, მაგრამ შექმნეს გოლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს ნაკრებისათვის პირველი რეალური ძალიან კარგი კონჩეტევა ხედავთ. მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდება, თუმცა არა ჯერჯერობით სირაძე, არა სირაძემ ჩააწოდა და კანკავამ მოიგო საჰაერო ორთაბრძოლა და შანსი არ დაუტოვა ხორვატ მეკარეს ვედრან რუნიეს 1-0 ქართველი ფეხბურთელები დაწინაურდნენ სპლიტში ხორვატიის ნაკრებთან. შეხვედრაში კიდევ ერთხელ განმეორებით ეს ეპიზოდი. ყოჩახ ჯაბა კანკავა ძალიან კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში და აღსანიშნავია დავით სირაძის საგოლე გადაცემა, რომელმაც ზუსტად ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში და კანკავამ ზუსტი დარტყმით გაიტანა ბურთი მეტოქის კარში. ჯაბა კანკავა პირველი გატანილი გოლის ავტორი. დღევანდელ შეხვედრაში ეს მესამე გოლია კანკავასი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.